მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. გიორგი მამარდაშვილი დებიუტის მოოდინშია. კარაბაოს თასზე ლივერპული საუთემპტონს დაუპირისპირდება და ინგლისური მედიის ინფორმაციით მამარდა წითლების მაისურით პირველ შეხვედრას სწორედ წმინდანების წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ქართველმა მეკარემ ლივერპულის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა. მოთმინება უნდა გამოვიჩინო, თავდაუზოგავად შრომობ და დებიუტის პერსპექტივით აღფრთოვანებული ვარ. ეს შეიძლება ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი იყოს და ძალიან ბედნიერი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს ვითამაშებ თუ არა, მზად უნდა ვიყო და ყოველდღიურად ბევრს მუშაობ. ლივერპულში ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. ალისონი პროგრესში ძალიან დამეხმარა. ბავშვობაში ალისონის ვანდეიგისა და სალახის დონის ფეხბურთელებთან შეხვედრაზე ვოცნებობდი. ახლა მათ გვერდით ვარ და ეს მაბედნიერებს. ლივერპულში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა. ეს გუნდში გადმოსვლამდე ვიცოდი, მაგრამ სიგიჟეა რასაც ვხედავ. ფიქრობ ნებისმიერი ტურნირი მნიშვნელოვანია. კარაბაოს თასი კიდევ ერთი შანსია რომ გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველი მოცეთ. რატომ 25 ნომერი? ნამა ჩემის გოლკიპერი იყო და 25 ნომრით თამაშობდა. მის მემკვიდრეობას ვაგრძელებ. შეგახსენებთ რომ ლივერპულისა და საუთემპტონის მატჩი დღეს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება და არნე სლოტის გუნდი მასპინძლის სტატუსით იქნება. 27 სექტემბერს პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის სპორტინგი ესტორილს დაუპირისპირდება. შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლისაბონელთა მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჯესმა ქართველი ნახევარმცველის შესახებაც ისაუბრა და მისი გუნდთან ადაპტაცია შეაფასა. გაუჭირდა თუ არა ქოჩორაშვილს ადაპტაცია? მცირედით კი, ეს ბუნებრივიცაა. ის ჩვენთან სრულიად განსხვავებული სტილის გუნდიდან მოვიდა, რომელიც სპორტინგის მოთხოვნებიდან და თამაშისგან განსხვავდება. ის ჯერ კიდევ ცდილობს თანაგუნდელების გაგებას, გუნდის დინამიკასთან შეჩვევას, მაგრამ ის დრო და დრო უმჯობესდება. გიორგი ყველას უსმენს, უყვარს სწავლა, მოსმენა და კითხვების დასმა. ნელ-ნელა გუნდთან ბოლომდე ადაპტირდება და თავის საუკეთესო თვისებებსაც გამოიყენებს. აქვე გეტყვით რომ ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგის შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა. 5 პორტუგალიის ჩემპიონატი, 1 პორტუგალიის სუპერთასზე და 1 ჩემპიონთა ლიგაზეც. მის ანგარიშზე კი 1 საგოლე გადაცემა, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გააკეთა. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს წლევანდელი გამარჯვებული უსმან დემბელი გახდა. გასული სეზონის ტრიუმფატორი კლუბის პარი სენ-ჟერმენის 28 წლის ლიდერმა გამოკითხვაში მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ლამინ იამალსა და ვიტინიას აჯობა და ჯილდო სრულიად დამსახურებულად ჩაიბარა. რაც შეეხება ქალთა ფეხბურთის ლაურეატს, ფრანს ფუტბოლის პრიზის ზედიზედ მესამედ აიტანა ბონმატიმა იყო, რითაც ლიონელ მესისა და მიშელ პლატინის მიღწევები გაიმეორა. ოქროს ბურთის ცერემონიის შემდეგ ბუნებრივია არც ერთი საფეხბურთო გამოცემა არ ცხრება და ისინი საკუთარ მოსაზრებებს გამოთავენ გამარჯვებულის ვინაობის შესახებ. ზოგიერთი მათგანი არსებულ შედეგში ხარვეზებს ვერ ხედავს, ზოგი კი მასში არაერთ შეცდომას პოულობს. დიდი უსამართლობა. ამ სათაურით იწყებს თავის სტატიას ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი ნილ განტერი, რომელიც დასცენს რომ გუშინდელი ცერემონია ლოგიკის მიღმა იყო. სკანდალი და უსამართლობა. ამ სიტყვებით შემიძლია დავახასიათო გუშინდელი საღამო. პირველ რიგში ვულოცავ დემბელეს. ვფიქრობ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მან ეს ჯილდო არ დაიმსახურა, მაგრამ მასზე უფრო მეტი შრომა ტიტულისთვის ხმა გაიგეს. თუმცა ახლა გამარჯვებულზე უფრო მეტად მინდა ამ აბსურდს შევეხო, რაც გუშინ ვნახე. 30 კაციან სიაში ბოლო 5 ეულისთვის გაიმეტეს ოლისე, რომელიც გასულ სეზონში ძალიან კარგი იყო. შემდეგ მოდის ბარსას ფორვარდი რობერტი, რომელიც პატივის სემის მიუხედავად ვინისიუსზე უკან არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო, რადგან ბრაზილიელთან შედარებით ის უკეთესი იყო. ახლა კი ათეულს შევეხები, რომელიც ძალიან სულელურად შედგა. წინა წლის შედეგებიდან გამომდინარე მიუღებელი იყო ათეულის ხილვა, პედრისა და კვარას გარეშე.
ბარსას რუიანი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და ეს შარშანაც ასე იყო. კვარაკი ჩემი აზრით მთავარი ფაქტორი იყო PSG-ს წარმატებაში. ჩვენ ნახეთ პარიზი ქართველის გარეშე და მასთან ერთად, რადგან ის ზამთარში გადმოვიდა. ამ ორ გუნდს შორის კი განსხვავება ძალიან დიდია. კვარაცხელია გარდამტეხი მოლენა იყო ფრანგული კლუბისთვის. მისმა ტრანსფერმა გუნდი გარდასახა. ასევე მინდა ვთქვა რაფინიას შესახებ. მისი თამაშის და შედეგის გათვალისწინებით მეხუთე ადგილი უბრალოდ სასაცილოა. ბრაზილიელი მინიმუმ 3 ულს აუცილებლად იმსახურებდა. აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ ოქროსბურთმა თავისი პრესტიჟი დაკარგა, რადგან მას გაურკვეველი კრიტერიუმებით გადასცემენ. ცერემონიის შემდეგ უსმან დემბელემ საკუთარ მიღწევასა და შედეგზე ისაუბრა. ასევე გარდა უსმანისა ამ თემას კვარაც შეეხო, რომელმაც თავისი სათქმელი მარსელთან მატჩის შემდგომ დააფიქსირა. რა თქვა დემბელემ? ის რაც ახლახან განვიზადე განსაკუთრებულია. სიტყვები ნამდვილად არ ყოფნის. PSG-თან ერთად ეს წელი წარმოუდგენელი იყო. კარიერაში ბევრი რამ მოხდა და ცოტა ნერვიულ უკიდეს. ხედავთ, რომ ამ ჯილდოს მოგება მარტივი არ არის. ოქროსბურთის მოგება ნამდვილად განსაკუთრებულია და ვამაყობ ყველაფრით, რასაც კარიერის განმავლობაში მივახციე. მინდა მადლობა გადაუხადო PSG-ს 2023 წლიდან ჩემთან თანამშრომლობისთვის. მთელი გუნდი ნამდვილად ოჯახებითაა. პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ჩემთვის მამასავითაა. მთელი PSG-ს პერსონალის ასია, განსაკუთრებით ლუის ენრიკე, რომელიც ასევე მამასავითაა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც მხარში მედეკით როგორც კარგ, ისე სუსტ პერიოდში. ეს ინდივიდუალური ჯილდო ნამდვილად გუნდმა მოიგო. კვარაცხელია. ამ ლეველზე და ამ მოთამაშეების გვერდზე ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. უნებრივია მიხარია. ეს ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა. ფეხბურთი ჩემი ცხოვრება. ფეხბურთის თამაში მაბედნიერებს. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავიხდინე და ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. როდესაც პატარა ვიყავი, ფეხბურთელების ვიდეოები არიდო ხოლმე. დედაჩემს მამაჩემის თამაშის კასეტები ჰქონდა შენახული, რომ ნახულობდი როგორ გოლებს იტანდა. ჩემთვის რაღაც სასწაული იყო. მეგონა რომ ის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, პირველი რაც გამახსენდა საქართველო იყო, რადგან ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო. საქართველოს ნაკრებსა და პარი სენ-ჟერმენში თამაში ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს, რასაც მოედანზე და მის მიღმა ვაკეთებ, მთელი ყურადღებით აკვირდებიან და მინდა ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო. განაცხადა კვარაცხელია. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ცერემონიაზე პრიზის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაც გახდათ, რომელიც მე-12 ადგილზე გავიდა. ხვიჩამ გასულ სეზონში PSG-ს შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩი თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 6 თამაში 1 ბურთია, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში პარიზული კლუბის შემადგენლობაში გამართულ 38 შეხვედრაში 9 ბურთი და 7 ასისტი მიიტოლა. რაც შეეხება გუნდურ მიღწევებს, მოიგო საფრანგეთის ლიგა 1, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და UEFA-ს სუპერთასი. ფრანგულმა გამოცემა ფეუფლევერთმა სენტ-ეტიენის ყველაზე გადამწყვეტ ფეხბურთელებზე დაწერა. ავტორის ყურადღების ცენტრში ზურიკო დავითაშვილიც მოექცა, რომელსაც საგოლე მოქმედება ყოველ 157 წუთში აქვს. რეიტინგში მეხუთე ადგილს ზურიკო დავითაშვილი იკავებს, რომელსაც საგოლე მოქმედება ყოველ 157 წუთში აქვს. მართალია შედარებით არასტაბილურია, მაგრამ ქართველი გარემარბი საკუთარი სისწრაფისა და დრიბლინგის წყალობით მეტოქეებისთვის მუდამ საფრთხეთ რჩება. დავითაშვილს შეუძლია ინდივიდუალური უნარების წყალობით განსხვავება შექმნას. სტაბილურობის მხრივ მას მომატებული აქვს, მაგრამ მისი წვლილი გუნდისთვის კვლავინდებურად მნიშვნელოვნად რჩება. წერს ფრანგული გამოცემა. შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის 6 ტურის შემდეგ სენტ-ეტიენი სატურნირო ცხრილის ლიდერია და 14 ქულა აქვს. რაც შეეხება დავითაშვილს, ზურიკოს მცირე ტრავმა აწუხებდა და რემსთან მატჩი მოედანზე 67 წუთზე შევიდა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.